რას გვიჩვენებს დღეს ავის ჭიქა? მოგესალმებით მეგობრებო. კარგი ამბები შემოდის თქვენს ოჯახში. ეს თვე საერთოდ თვე იქნება თქვენთვის ძალიან ბედნიერი, კარგი შეხვედრა ჩანს სხვათა შორის. ფინანსური არხის გახსნა ჩანს. სრული ემოციური კმაყოფილება ჩანს. დეკემბერი ხურავს დეკემბერი ბედნიერ წელს, იცით, თითქოს ხურავს რაღაცა ნეგატივს და ბედნიერი წელი იწყება. ეს წლის ბოლოა თქვენი, წლის ბოლო. ფარშევანს რამდენად დაინახავთ, არ ვიცი, მაგრამ ძალიან დადებითი ფარშევანგი ამოდის თქვენს პროგნოზში. ვიღაცაზე ძალიან გაბრაზებული ხართ. ვიღაცა ადამიანია, ვინც არ გეშვებათ აბსოლუტურად, ძალიან დაგღალათ ამ ადამიანმა. უკვე აღარც ელაპარაკებით, აღარც საუბრობთ მასთან, თითქოს სიზმარშიც კი არ გასვენებს, იცი, რაღაცნაირად გესიზმრება შეიძლება და გღლის, დაგღალათ. სულ თქვენზე საუბრობს. ერთად არ ახართ, თქვენზე საუბრობს დღე გამოშვებით ყველა ვარიანტში. გზიდან ვინცეოდებით მეგობრებო, გზიდან ჩამოდის ადამიანი, მოდის თქვენთან სახლში. კარგად ჩამოდის, კარგად წავიდა, კარგად ჩამოდის, მინდა გითხრათ. თუ დარდობთ ტყუილად, ნერვიულობთ, შესაძლოა ვიღაცასთან ნათესავი ან შვილი. ჩამოდის დადებითად, ფინანსურად, სტაბილურად, ძალიან კარგ ხასიათზე. ძალიან კარგ ხასიათზე, 7 უფრო ვიდრე იყო. საქმეები გამოსდის, რაზეც იყო წასული ან რისთვისაც მოდის. კრიზისიდან გამოდის ადამიანი, რაღაცა ტრანსფორმაცია აქვს ადამიანს, სადაც ბრძოლა იყო, მაგრამ ახლა კრიზისიდან გამოდის. ალბათ ხედავთ ამ პატარა ბურთებს, ხო? ეს ყველაფერი მატერიალური ბედნიერება, მატერიალური სიმშვიდეა. ძალიან ნათლად ჩანს. ბევრი ცრემლი იყო თქვენს ცხოვრებაში. ძალიან ბევრი ცრემლი იყო ძვირფასებო. იყო, აღარ იქნება. არ მიყვარს საჯეროდ ამაზე საუბარი, მაგრამ ვიღაცაზე რაღაცას აკეთებდნენ. არ გამოვიდათ. შეიძლება ახლა არ დამეჯეროთ ჩემო გამოწერებო, რა თქმა უნდა ეს გასართობი საჯერო გაშლა, მაგრამ შეიძლება არ დამეჯეროთ, მაგრამ რაც გაგიკეთათ ხო ვინმე, თუ გაგიკეთათ. 3 ადამიანი მონაწილეობდა, აი ეს ყველაფერი მათთან წავიდა. აი თქვენ ამას კიდევ გაიგებთ, მეგობრებო, აუცილებლად გაიგებთ. სულ რომ ეს ყოფილიყო წყევლა, მაინც უკან უბრუნდებათ, დამეჯერეთ. იმდენად ძლიერი ფესვები გაქვთ, ისეთი ფარველობა გაქვთ, რომ უბრალოდ ვერანაირად ვერ გეხებიან, ვერანაირად უბრუნდება ძალიან ცუდად, რასაც გიგზავნიდნენ თქვენ. მამაკაცებზე ან მამაკაცებისთვის სამსახური ძვირფასება, გაუმჯობესება, ფინანსური არხის იღბალი ხურავს დეკემბერი ემრთულ თვეს, ბედნიერად ხურავს ვიმეორებ კიდევ ერთხელ. შემოტრიალდება სიტუაცია თქვენი მამაკაცების სასარგებლოდ, შეიძლება ქმარი ძმა, შვილი, ძალიან კარგად შემოტრიალდება. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, იცით თუ ამოდის ნეგატიური პროგნოზი ვამბობ ხოლმე, რბილად, მაგრამ ვამბობ, აქ უამრავი დადებითი ემოცია გელოდებათ, მით უმეტეს შესაძლოა, იმიტომ რომ ახალი წელია, მაგრამ ოჯახი, მთლიანობა, ერთიანობა, გართობა, დეკემბერი ხურავს რთულ წრეს და წელს
ესე იგი რაღაცა სითბო აქვს და სიყვარული ხდებით მომავალი წლისთვის. ასე რომ ჩემო ძვირფასებო დაივიწყეთ ეს ძრემლები, ეს უკვე წარსულშია. წარმატებები.